არწივს ჩვენი ერიამინდი არის და მე მგონი აღარ იქნება არავითარი პრობლემა. გამარჯობათ. ყავიდა ბარაკა. ესე იგი გავედით ფინიში, ხო? მობრძანდით ბატონო, დაათვალიერეთ ახლა ჩვენი მეურნეობა. რა ხდება, რას ვაკეთებთ, რას საქმიანობთ? დიდი ხანია რაც ბაღი გაქვთ გაშენებული. ჩვენ ხილის ბაღები გქონდა, მათ შორის ბლის ბაღები, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაგრამ იყო ერთი რაღაცა განსხვავება, რომ მაშინ მიწის მცირე ფართობებს ფლობდით. დღეს ეს სიტუაცია რასაკვირველია შეიცვალა, დარიგდა მიწის ფართობები და ამ ფართობებზე უკვე ჩვენ მასიურად დავიწყეთ ამ კულტურის გამრავლება და მისი გავრცელება. ეს ბალი არის ჯიში დროგანა ყვითელი. ეს არის ძველი გერმანული ჯიში, რომელიც გასულ საუკუნეში შემოიტანეს ჩვენმა მეხილეებმა და შემდგომ ფაქტიურად მთელ ქართლში გავრცელდა. ამ ტერმინს, რომელსაც ვხარობთ ჩვენ თეთრი ბლები, ეს ბლები ფაქტიურად წარმოდგენილი არის აი ამ დროგანას ყვითელის სხვადასხვა კლონებით. ეს ბაღი გაშენებული არის გასულ საუკუნეში, გამოყენებული არის ექსტენსიური, ანუ ძველი სტილის ბაღებისათვის დამახასიათებელი საძირეები, როგორიც არის ბალამწარა, როგორიც არის ბალღოჯი და მასზე არის ფაქტიურად დამკნობილი დროგანა ყვითელი. გაშენებული არის ჩვეულებრივი სქემით 7-5 მეტრზე, ანუ ჰექტარზე გამოდის სადღაც 300 ძირზე მეტი მცენარე. ასეთი ბაღის მოსავლიანობა შეადგენს ჰექტარზე სადღაც 10-15 ტონას. რადგანაც ეს ბაღი გარკვეული სქემით არის გაშენებული, აქ აერაციის პროცესი უფრო გაიოლებულია. ფაქტიურად დაავადებების გავრცელება გარკვეულწილად არის შეზღუდული. აქ არის ისეთი დაავადებები, რომლებიც იწვევენ ნაყოფების სილაქავეებს, ფოთლების სილაქავეებს და ბოლო ჯამში მოსავალი იღუპება იმ თვალსაზრისით, რომ ნაყოფები პება უკვე სიმწიფეში, როდესაც შედის მოსავალი. აქედან გამომდინარე და ჩვენ ფაქტიურად არ ვიყენებთ ისეთ პრეპარატებს, რომელი პრეპარატებიც საფრთხეს და საშიშროებას შეუქმნიან პროდუქციის ეკოლოგიურ მდგომარეობას. და წელს იყო ისეთი პირობები და არ იყო მარაგი, რასაკვირველია, მავნებლების ისეთი რაოდენობისა, რომ ჩვენ მაგალითად იგივე ალუბლის ბუზის წინააღმდეგ, ანუ როდესაც თვითონ ნაყოფი ზიანდება და ნაყოფში ჯდება გარკვეული მავნებელი, ამას ალუბლის ბუზი ქვია. ამ შემთხვევაში იმდენად მცირე იყო მისი რაოდენობა, რომ წამლობა არც კი დაგჭირდა. ამით იმის თქმა მინდა ფაქტიურად, რომ ბლის მოსავლის მიღება სავსებით შესაძლებელი არის, მაგალითად ამ ჯიშის და 2-3 წამლობის შეტარების ფონზე. ეს არის საერთოდ მაქსიმალური წამლობათა ჯერადობა. მე შემიძლიათ პირველი წამლობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უამრავი რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების საფუძველზე შესაძლებელია წამლობა ყვავილობამდენაც ჩავატაროთ, მაგრამ ჩვენ არ ვატარებთ წამლობას ყვავილობამდე, პირველ წამლობას ვატარებთ დაიყვავილებთ თუ არა, რადგანაც ფოთოლი ამ შემთხვევაში არის ძალიან ნაზია ნაყოფი და ასეთი ნაყოფები იოლად ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით, ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებელი არის კომბინირებული წამლობის ჩატარება. ეს ხდება სადღაც უკვე აპრილის მეორე ნახევარში. ამ დროს ბუნებრივია უკვე თბება, რომ თბება მოდიან უამრავი მწუწნი მავნებლები და ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის გარკვეული პრეპარატების, ანუ ინსექტიციდების გამოყენებას. ეს პრეპარატები და ეს წამლობები ფაქტიურად ძალიან ძვირი არ ღირს, ისე რომ მისი გამოყენება გარკვეულ ფინანსურ პრობლემებს ჩვენ არ გვიქმნის. ეს რეალურად დაახლოებით 3 ჯერ გიწევთ, ხო? თუ ჰექტარზე რამდენი გამოვიდოდა? სადღაც მე მგონი 150-200 ლარში ჩვენ ჩავეტევით. 200 ლარი რო ვთქვათ მაქსიმუმ. არა, ერთ წამლობას ვიძახი მე, ერთ წამლობას ვიძახი. ეს არის მაქსიმალურს ვიღებ მე. ბალი იძლევა იზმის საშუალებას, რომ ფაქტიურად დაიწყოს სიმწიფე სადღაც მაისის ბოლოს, ივნისი-ივლისი მთელი პერიოდი გაძლევდეს მოსავალს. ეს არის პირველი პროდუქცია ფაქტიურად ქართლში, რომელიც იძლევა შემოსავალს და ამ შემოსავლით აგრეთვე შესაძლებელი არის შემდგომ სხვა ბოსტნეული კულტურებისა თუ სხვა ხეხილოვანი კულტურების და მათ შორის ვაშლის კულტურის მოვლა პატრონობა. ბლის გამოკვება მისთვის გარკვეული სასუქებისა და მინერალური იქნება თუ ორგანული სასუქების მიწოდება, ეს რასაკვირველია ზრდის მოსავალს, მაგრამ ჩვენ ფაქტიურად ვიმყოფებით იმ ბაღში, სადაც არ არის შეტანილი არც მინერალური, არც ორგანული სასუქი. ასეთ შემთხვევაშიც ხო ეს ბაღი ყოველწლიურად 10 ტონა მოსავალს მაინც იძლევა. ამისი დაკვირვება ჩვენ გვაქვს, რასაკვირველია. იცით რომ გაზაფხული არის წვიმიანი ქართლში და სადღაც ივნისის ნახევრამდე ქართლში არის ხოლმე წვიმები, ანუ მოსული ნალექები ძირითადად ამ პერიოდში ნაწილდება. აქედან გამომდინარე ბალს განსაკუთრებული მორწყვა არ სჭირდება, იმიტომ მოსული ნალექები სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ უკვე დასრულებული სახით ეს პროდუქცია. ისედაც იცით რომ ამ პერიოდში არის გარკვეული პატარა-პატარა მდინარეები, რომელთა წყალით შესაძლებელი არის გამოვიყენოთ ჩვენ და მორწყვა ხდება ჩვეულებრივი მოღვარვის წესით. ნიადაგზე მუშაობა ხო ჭირდება ამ დალოცვას?
ამ შემთხვევაში უცქერი ხარ თქვენ რომ აქ ნიადაგი არ არის დამუშავებული. აქ არის ფაქტიურად გათიბული არის მხოლოდ და მხოლოდ ნიადაგი. ასეთ შემთხვევაშიც, ასეთ აი ელემენტარული დაბალი აგროტექნიკის ფონზე აი ასეთი ძლიერი ხეები იძლევა სასურველ შედეგს და სასურველ მოსავალს. ჩვენ წეგან ვთქვით რომ გვაქვს წითელბილობიანი აც თუ ისე რთული მოსავლელი ყოფილი. არ არის რთული მოსავლელი. არ არის რთული მოსავლელი, მაგრამ ერთადერთი პრობლემა, რაც დაკავშირებული არის მის მოვლასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ კრეფა. კრეფა იძლევა იმ პრობლემას არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ ზღუდას ამ კულტურის გავრცელებას. მუშას რამდენს უხდით კილოგრამში? კილოგრამში გამოდის სადღაც 25-30 თეთრი. ეს ფასი მერყეობს. იმასთან დაკავშირებით, რომ როცა შაობალს კრიფავენ ისინი ვედროთ, ის უფრო მძიმეა, ხო? აქედან გამომდინარე, იქ შეიძლება გამოვიდეს იქვე 25 თეთრამდე, თეთრი ბალის შემთხვევაში შეიძლება 25 თეთრს აცდეს. კრეფა არის თვითონ გარკვეული სპეციფიკური პროცესი. ანუ კრეფა ეს როგორც ვაშლი, ან სხვა კულტურა შეუძლებელია. ყუნწს რო ეხები, არ უნდა შეეხო ნაყოფს. ესე გაარავითარ შემთხვევაში ნაყოფს არ უნდა შევეხოთ. ნაყოფს ვეხებით მხოლოდ და მხოლოდ აი ამ ყუნწს ვატრიალებთ ჩვენ ჩემო ბატონო და ამას ასეთი სახით უკვე ვათავსებთ დანიშნულების ადგილზე. 1 კილოგრამ ბალზე გვეხარჯება დაახლოებით 25 თეთრი კრეფაზე. ჩვენ სხვა ხარჯებით რომ მივამატოთ მას, ეს თანხა სადღაც არ ცილდება 40-50 თეთრს. ამ შემთხვევაში აი ამ დროგანა ყვითელის ფასი არის სადღაც ლარ ნახევარი. ჩვენ თუ მაგალითად დაგვიჯდა მისი თვითღირებულობა 50 თეთრი, ლარი მაინც სადღაც გადის მოგებაზე 90 თეთრიდან სადღაც ლარამდე. ისე როგორც ვატყობთ, საკმაოდ კარგად მოვიდა წელს. წელს არის ძალიან მაღალი მოსავალი, იდეალური მოსავალი არის. ხუნძრული მეტრო ვერი ნატრებდა ადამიანი. ისე რაღაცაში ხომ მოგეხმარეთ, ერთი ლარნახევარი ხომ მაინც გამომევიდა. ერთი ვედრო ხომ მოკრიბეთ. სად ვინახავთ? სად ვასაწყობთ? ამ ბალს ვალაგებთ სპეციალურ ტარაში, რომელიც მოჩრდილებულ ადგილას გვილაგია და ასეთი სახით უკვე შემდგომ შემოდიან რეალიზატორები და მათ გააქვთ უკვე დანიშნულების ადგილზე. ისე ბევრი მსმენია, რომ კრაში მოკრეფილი ბალი საუკეთესო გემური თვისებებით ხასიათდება, მაგრამ მოლოდინი გადააჭარბა, მინდა გითხრათ. ძალიან გემური ბალი მართლაც ალბათ საუკეთესო არის არა მარტო საქართველოს მასშტაბით. რამდენი ხანი შეიძლება რომ შევინახოთ ასეთ მდგომარეობაში ბალი? ასეთ მდგომარეობაში 2-3 დღეში უნდა მოხდეს უკვე პროდუქციის რეალიზაცია. მაგრამ არიან ისეთი კლიენტებიც, რომლებიც სამაცივრო დანადგარებში აწყობენ ამ ყველაფერს. ასეთი ადამიანები დღეს მე პირადად შემხვდნენ, რომლებიც სადღაც 40 დღის მანძილზე ინახავენ ამ პროდუქციას, შემდგომ გამოვაგვთ ბაზარზე და უკეთებენ უკვე რეალიზაციას. სხვადასხვა სუპერმარკეტებში, რესტორნებში და ასე შემდეგ. ასე თუ ისე, როცა ინახება უკვე მისი ფასი სადღაც 7-8 ლარამდე იზრდება, ხო? ალბათონო როზა. ეს კაღალდები რისთვის იზრდება, რატო უჩვენ? რომ ტრანსპორტაბელური იყოს და არ გაფუჭდეს ნაყოფი, მაგიტო. თან მოგეხმარებით, ხო? შეიძლება. ო, დიდი მადლობა. ლევანდელ მოსავალს ხوار ემდურით. ნამდვილად არ ვემდურით. ისე არის სარეალიზაციო ბაზარი. სარეალიზაციო ბაზარი როგორია? წელს რეალიზაცია არ გვეჭირს. როდესმე გიჭირდათ? რა თქმა უნდა, წლები იყო რომ ძალიან გვეჭირდა რეალიზაცია, მაგრამ ეხლა არ გვეჭირს. გარდა ადგილობრივი ქართველი რეალიზატორებისა, შემოსული არიან აზერბაიჯანელი რეალიზატორები, რომლებსაც ძალიან დიდი რაოდენობით მეაქვთ ჩვენი მოსავალი. თუ რამდენი ადამიანი მუშაობს? დღეს დაახლოებით 10 ადამიანი მუშაობს. რამდენს ვუყით? ვედროზე 2 ნახევარს. 2 ლარ ნახევარი. თუ რამდენს ასწრებენ ხოლმე დღის განმავლობაში? 10-15 ვედრო იკრიფება თითოეული მუშისგან. საკმაოდ კარგი ანაზღაურება გამოდის. დიახ. ძალიან კარგი. როცა რეალიზაცია კარგია და ფასიც აქვს მოსავალს, რა თქმა უნდა, მუშასაც უკეთესად ვინასწავლებთ. თუ რამდენ ჰექტარზე გაქვს გაშენებული ბაღი? არა, ჰექტარი არა, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ვთქვათ. ბლის ბაღი გვაქვს. შემოსავლის ძირითადი წყარო ნამდვილად კრაში, აი ჩვენ სოფელში ძირითადი შემოსავლის წყარო ბალია. ვაშლიც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ წელს ვერ არის ვაშლის მოსავალი და ალბათ დამოკიდებული ვართ აი ამ ბლის მოსავალზე. დიდი მადლობა, უხმოსავალს გისურვებთ. მადლობა.
ეს არის 4-5 წლის გაშენებული ბაღი, მაგრამ ეს ბაღიც არის მოძველებული კონსტრუქციის. ასეთი ხეები იზრდება სადღაც 4-5 მეტრის სიმაღლისა. მოსაკრეფათაც რთულია და გარდა ამისა, 5-6 წლის მანძილზე საჭიროა რომ რიქთაშორისები რომ მუშავდებოდეს და ამაზე უკვე ზედმეტი ხარჯები მიდის ბუნებრივია, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ ჩვენ თანამედროვე ინტენსიურ ბაღებზე, აქ უკვე არის განსხვავებული მიდგომა ნიადაგებთან, განსხვავებული მიდგომა ენერგიის წარმოებასთან და არის მთავარი ფაქტორი რომ მცენარე მალე შედის მსხმოიარობაში. ჩვენ მაგალითად გვაქვს რასაკვირველია შიდა ქართლში და რესპუბლიკაში ვაშლის ბოლო მოდელის ახალი ტექნოლოგიით გაშენებული ბაღები, მაგრამ ბლის ანალოგიური ბაღი ჩვენ არ გაგვაჩნია. არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საძირი არის გიზელა 5, რომელიც გერმანიაში არის სელექციური გზით მიღებული. აი ამ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ხარისგულა, თუნდაც წამყვანი ჯიშები, რომლებიც ევროპაში არიან გავრცელებული, როდესაც მრავლდება აი ამ საძირეებზე საშუალება გვაქვს ჩვენ რომ მცენარეები დავრგოთ 2 მეტრში. სადღაც კვების არის მცენარეთა შორის 5-2-ზე ან 4-2 მეტრზე. ასეთ შემთხვევაში მიდის უკვე მეხილეობის ინტენსიფიკაცია. თან მცენარე უკვე მესამე წლიდან იძლევა მოსავლის გარკვეულ ნაწილს და თანაც მოსავლიანობა არის გაზრდილი. თუ ჩვენ გქონდა ექსტენსიური ანუ ისეთ ბაღში რომელიც წეგან დავათვალიერეთ მოსავლიანობა სადღაც 15-20 ტონა, აქ უკვე 25 ტონაზეა ლაპარაკი და 30 ტონაზე არის 1 ჰექტარზე ლაპარაკი. ეს იმას ნიშნავს რომ ბუნებრივია ჩვენ მოგება გვაქვს რამის ორმაგად გაზრდილი, ხო? მოკრეფა რაც ყველაზე რთული არის ფაქტიურად თანამედროვე მეხილეობაში, ეს პროცესიც არის ბუნებრივია გაიოლებული. თანამედროვე ბაღებში, ბლის ბაღებში შესაძლებელი არის ჩვენ რომ და აუცილებელიც არის გავაკეთოთ საყრდენი სისტემა. და მოვაწყოთ წვეთოვანი სისტემით წყლის მიწოდება. წვეთოვან სისტემასთან ერთად ჩვენ არა მარტო წყალს მივაწოდებთ მცენარეს, არამედ მივაწოდებთ ფაქტიურად მცენარისათვის საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტებს. ანუ ეს პროცესიც უფრო გამარტივდება, მაგრამ არის ერთი საინტერესო მომენტი, რომ საწყის ეტაპზე საყრდენი სისტემა, წვეთოვანი სისტემა, რასაკვირველია დაკავშირებული არის გარკვეულ დანახარჯებთან, მაგრამ დროის მოკლე შუალედში ფაქტიურად ასეთი ბაღები ამ მოგებას უკვე იღებენ და მე-4-მე-5 წელს გადიან უკვე რასაკვირველია ამ ყველაფრის მოგებაზე და იმ ხარჯების ანაზღაურებაზე. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს რასაკვირველია არ უნდა მოვერიდოთ და უახლოეს პერიოდში ჩვენმა სანერგეებმა უნდა იფიქროს რასაკვირველია აი ამ საძირეების სასწრაფო გამრავლებაზე. არის კიდევ ჩართული განსხვავებული სხვლის მექანიზმი. ეს რაც გულისხმობს იმას, რომ მცენარე რაც შეიძლება დავადაბლოთ. არსებობს ასეთი მეთოდი, რომელსაც ქვია ესპანური ბუჩქი, რომელიც გულისხმობს რამოდენიმე წლის მანძილზე, 1 წლის ანუ ვეგეტაციის პერიოდში ორჯერ გასვლას. ერთი ჩვეულებრივ ზამთრის პერიოდში, მეორე კი სადღაც მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში. ასეთ მცენარე ხო იძლევა იმის საშუალებას, რომ იბუჩქება, მიიღება შედარებით უფრო დაბალტანიანი მცენარე, მათი ნაყოფის საშუალო მასა, ნაყოფის საშუალო წონა ბევრად აღემატება აი აქ გავრცელებული და არსებული ჯიშების საშუალო წონას. მათი მოსავლიანობაც რასაკვირველია განსხვავებულია. ამიტომ აუცილებელი არის ახლო მომავალში ჩვენში არსებული ბლის ჯიშების სორტიმენტი სასწრაფოდ შეიცვალოს. ასეთი ჯიშები უკვე არსებობს ფაქტიურად საქართველოში, უკვე მცენარეებიც დარგული არის თითოეულას სახით, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ფაქტიურად არის საკვირტე მასალა და ახლო მომავალში ჩვენს ბაზრებზე ჩვენ უკვე ვნახავთ ფაქტიურად და უკვე მივიღებთ იმ პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილი იქნება უახლესი შემოტანილი ჯიშებით. ასეთი არის კორდია მაგალითად, ასეთი არის ლაპინსი, ასეთი არის საადრეო ბლის ჯიშებიდან იგივე ბიგარო ბურლატი და ასე შემდეგ. აი ეს ახალი კონსტრუქციის ბაღი დაახლოებით რამდენი დამიჯდება თავის წვეთოვანი სისტემით, საყრდენებით, ამ ახალი ჯიშებით. ვაშლის ბაღს როდესაც ვაშენებ ჩვენ კნიმბაუმის ტექნოლოგიით, ანუ უახლესი ტექნოლოგიით გვიждდება სადღაც 32000 ლარი და დაახლოებით აი ამ საზღვრებს უახლოვდება რასაკვირველი ასეთი დამუშავების დროს იგივე ნარგაობა. მაგრამ კიდევ ერთი გამოსავალი ამ საკითხთან დაკავშირებით ის არის, რომ რაც შეიძლება ჩვენმა სანერგებმა დაიწყონ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ ენერგიის წარმოება. ამ ენერგიის წარმოება და პროპაგანდა იმისა, რომ ასეთი ბაღები, რომელიც დღეს არ არსებობს ფაქტიურად საქართველოში, რომ სასწრაფოდ უნდა გამრავლდეს და სასწრაფოდ უნდა გავრცელდეს. ახლა წავიდეთ და ვნახოთ შავი ბლის ნარგაობა რა მდგომარეობაშია, როგორ მიდის კრეფის პროცესი. ისე ძირითადად არაფრით არ განსხვავდება, ხო? მოვლა-მოყვანა თეთრი ბლისგან. არაფრით არ არის განსხვავებული, განსხვავება არის მხოლოდ და მხოლოდ ფასში. შავი ბლის ფასი არის ბევრად მაღალი. ბლის გარდა ალუბლის ბაღებიც არის სოფელში? ალუბლის ბაღები სოფელში არ არის და არა მარტო სოფელში. ფაქტიურად თელში და ქართლში ალუბალი წარმოდგენილი არის მხოლოდ ერთეული ხეების სახით. ერთი მცენარე სადღაც იძლევა საშუალოდ
40-50 კილოგრამ მოსავალს. და ფაქტიურად ჩვენ თუ მას გავაშენებთ 6-14 კვების არეზე და გადავიანგარიშებთ და გავამრავლებთ 50 კილოზე და თუნდაც მის მოსავლიანობას შევამცირებთ ჰექტარზე მაინც გამოგდის ჩვენ 10 ტონა მოსავალი. ამჟამად ალუბლის ფასი არის სადღაც 3 ლარი. რეალურად ადგილზე მოდიან ფაქტიურად რეალიზატორები ყიდულობენ. მისი კრება რასაკვირველია არის ერთ-ერთი რთული პროცესი და მაქსიმუმიც რომ ავიღოთ ეს თანხა სადღაც თუნდაც 50 თეთრი 1 კილოგრამზე, ასე თუ ისე მაინც 2 ლარი და 2 ლარზე მეტი შემოსავალი ამ ეტაპზე არსებობს მოგებისა. ალუბალი ბალთან შედარებით უფრო ძნელად იკრიფება. ამის გამო არის რომ ფაქტიურად თუ ბალს ერთი აპიროვნება კრიფავს დღეში სადღაც 100 კილოს საშუალოდ, ეს შესაძლებელი არის მოკრიფოს მაქსიმუმ 50-60 კილო. და ამ შემთხვევაში უფრო პატარა, ხო, რასაკვირველია, უფრო გართულებულია მისი კრიფა. იქ თაიგულებზე არის ჩამოყალიბებული ნაყოფები და ანუ შესაძლებელი არის ერთი პატარა ადგილიდან ბალი საკმაოდ 10-20 მარცვალით კი ერთდროულად მოაცალო მცენარეს. აქ კი შედარებით უფრო გაშლილ მდგომარეობაში იმყოფება და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო რთულდება მისი კრეფა. ამიტომ თვითღირებულობა იზრდება თვითღირებულობა კრეფასთან დაკავშირებით, მაგრამ მოვლის პრობლემა არ არსებობს. აქ არ არის რაღაცა განსაკუთრებული ღონისძიებები ნიადაგის დამუშავებასთან დაკავშირებით, ნიადაგებთან არ არის განსაკუთრებით პრობლემატური ეჟიში. ანუ ადგილის შერჩევის დროს ჩვენ როცა ვითვალისწინებთ ამ კულტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არ არის პრობლემატური ის, რომ წაყინვებთან იყოს დაკავშირებული რაიმე პრობლემა, საგაზაფხულო წაყინვებთან, ყინვებთან იყოს დაკავშირებული რაიმე პრობლემა და მთლიანობაში მოვლა არის ბევრად უფრო მარტივი, უფრო პლასტიურია ეს, ვიდრე ბალი, ვიდრე ატამი და სხვა კულტურები. ანუ გარკვეულ ამ მკაცრ კლიმატურ პირობებს თან დაკავშირებით არ აქვს რაიმე განსაკუთრებული პრობლემა. აქაც არის გარკვეული მავნებელ დაავადებები, მაგრამ ფაქტიურად შესაძლებელი არის მაქსიმუმ ერთხელ მოიწამლოს ალუბალი, ან შესაძლებელი არის ჩვენ პირობებში საერთოდაც არ მოიწამლოს. ანუ მთლიანობაში მთელი ციკლი, რასაც ჩვენ ფაქტიურად მის მოვლა მოყვანაში ვიყენებთ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კრეფა. ესე იგი ფაქტიურად ჩვენ მე არ გულისხმობ იმას, როდესაც ვგავთ მცენარეს, თავიდან რასაკვირველია, მას სჭირდება მოვლა, პატრონობა, წყლის მოწოდება და სულ ყველაფერი, მაგრამ უკვე როცა მსხვილობაში შედის, უკვე ეს პრობლემები უკვე ნაკლებად გაგვაჩნია ჩვენ ალუბალთან დაკავშირებით. მხოლოდ და მხოლოდ კრეფავთ და ხარჯი გაგვდის მხოლოდ და მხოლოდ კრეფაზე. დანარჩენი ხარჯები არის მინიმალური. ეს საკმაოდ საინტერესო ბიზნესი. რასაკვირველია, თვითონ ქარხნებს სჭირდებათ ეს პროდუქცია, მაგრამ დამზადება უჭირთ ალუბლისა, იმიტომ რომ ლეხებს ანუ ფერმერებს მხოლოდ და მხოლოდ ერთეული ხეების სახით აქვთ მცირე მოსავალი. ანუ არ არსებობს ფაქტიურად ბაღი, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მოამარაგებს. ამიტომ ამ მიმართულებით რასაკვირველია არის ფიქრი საჭირო. შიდა ბაზრისათვის ერთ-ერთი საინტერესო კულტურაა, რომ გავამრავლოთ, გავაშენოთ და კიდევ ვიფიქროთ იმაზე, რომ იგივე ახალი ბაღის, ახალი სტილის ბაღების გაშენების დროს იგივე საძირეები, რომელიც წეღან აღნიშნეთ ბლის კულტურასთან დაკავშირებით, გამოვიყვანოთ მისი ენერგიის გამოყვანისა და გამრავლების პროცესში. ანუ ეს მცენარეები კიდევ უფრო დავადაბლოთ, კიდევ უფრო გავამარტივოთ მათი კრეფა, გავამარტივოთ მათი მოვლა მოყვანა და დავაჩქაროთ მათი მსხმოიარობის პროცესი. ესე იგი, როგორც ხვდები, ძირითადად პრობლემა მაინც სანერგია. მთლიანად მე ვიტყოდი, მთელ მეხილეობასთან დაკავშირებით არის ეს პრობლემა. რაღაც ეტაპზე ვაშთან დაკავშირებით უკვე არის პირველი ნაბიჯები, უკვე არის ფაქტიურად ჩამოყალიბებული თანამედროვე სანერგიები, რომლებიც უახლესი ტექნოლოგიით ენერგიის წარმოების საშუალებას იძლევიან, რომელიც რასაკვირველია თავიანთ მასშტაბებს მომავალში გააფართოვებენ, მაგრამ ანალოგიური ჩვენ არ გაგვაჩნია მსხალთან დაკავშირებით. არ გაგვაჩნია ფაქტიურად ამ ეტაპზე ბალთან და არ გაგვაჩნია ჩვენ იგივე სხვა კურკოვან კულტურებთან, თუნდაც ქლიავის კულტურასთან დაკავშირებით, თუნდაც ატმის კულტურასთან დაკავშირებით. ამიტომ უკვე ამ მიმართულებით არის გარკვეული მოძრაობები და ამ მოძრაობებს უნდა ელემენტარულად დაჩქარება და ალბათ ვინც არიან ამ საქმით დაკავებულები, ანუ ენერგიები ამაზე ძალიან ბევრს ფიქრობენ და უკვე არის გარკვეული წისვლები და ახლა წავიდეთ და შემდგომი ჩვენი ნაკვეთები დავათვალიერებთ. ზეამონებით. ეს გახლავთ ბლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და საინტერესო ჯიში, რომელსაც ქვია ხარისგულა. ხარისგულას ერთი ნაყოფის საშუალო წონა სადღაც არის 7 გრამი და ჰექტარზე თავისუფლად იძლევა 15-20 ტონა მოსავალს. მოთხოვნილება არის უფრო მეტი, ძირითადად იგი გამოიყენება ნედლის სახით. ფაქტიურად მიეწოდება არა მარტო შიდა ბაზარს, არამედ გადის უკვე ფაქტიურად საზღვრებს გარეთ და მათ შორის ძირითადად ეს წითელრბილობიანი ჯიში მიდის უკრაინაში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის მე მგონი ბელარუსიაში. ისე ამ ტრანსპორტირებას როგორ უძღვნის? ტრანსპორტაბელური ჯიში არის
და მისი სარეალიზაციო ფასი ამ ეტაპზე არის 2 ლარ-9. ისევე როგორც დროგანაყვითელის შემთხვევაში, სადღაც კრეფა ჯდება 25 თეთრი, 30 თეთრი. აქედან გამომდინარე, წმინდა მოგება 1 კილოგრამზე შეადგენს სადღაც 2 ლარს. ერთი ხიდა რამდენი კილოგრამი ჩამოდის? სადღაც 50, 60, 70 კილოს ფარგლებში მეყეობს საერთოდ მისი მოსავლიანობა. ხო, ჰექტარზე სადღაც 400 ძილს გავდა და ესეც რო გადაიყვანოთ უკვე ფაქტიურად საჰექტარო მოსავლიანობა უკვე იოლად გინდება და ისედაც საკმაოდ მაღალ მოსავლიანი ჯიში გახლავთ. ეს ჯიში დომინირებს, მაგრამ ახლო მომავალში მე ვფიქრობ, რომ ეს ჯიში გარკვეულ ადგილს დაიმკვიდრებს, მაგრამ ამ ჯიშის გვერდით ბევრი იქნება ისეთი საუკეთესო უცხოედან შემოტანილი ჯიშები, რომლებიც უკვე კონკურენციას გაუწევენ ამ ჯიშს. თუ გასულ წელს გლეხს, ანუ ფერმერს უხდებოდა გასვლა ბაზრებზე და თავისი პროდუქციის რეალიზაცია, წელს არც კი დასჭირებია ის, ანუ ადგილზე მოდის მყიდველი, ადგილზე ყიდულობს ამ პროდუქციას. ეს ეხება ორივე კულტურა, ორივე ფაქტიურად ფერის ბლებს, როგორც ფერად ჯიშებს, ასევე თეთრს და მიდის რასაკვირველია ადგილიდანვე რეალიზაცია. თეთრი ბლის ჯიშები, ეს დროგანაყვითელი ძირითადად, როგორც თქვით, მიდის აზერბაიჯანში, ხოლო რაც შეეხება ეს წითელი ჯიშები, ძირითადად მიდის ადგილობრივ ბაზარზე და აგრეთვე უკრაინის და ბელორუსიის მიმართულებით. მყიდველები პირადად შემოდიან და თითოეულ ამა თუ იმ ნაკვეთს, თითოეულ ამა თუ იმ ბლის ხეს პირადად ითვისებენ, თავიანთი კონტროლის ქვეშ ყავთ, მოაქვთ თავიანთი ტარამასალა და ადგილზევე უხდიან თანხას და ადგილიდანვე მიაქვთ. ესე იგი ფაქტიურად ხდება ის, რომ გადამამუშავე მრეწველობაშიც არის გარკვეული წინსვლა და პლუს არის წინსვლა რასაკვირველია ნედლად ამ ხილის გამოყენებაში. ისე როგორ ავითვისე, კარგად ვკრეებ? ძალიან კარგად, ძალიან კარგად. ძალიან კარგად და სამოვლოდ ალბათ თქვენც უნდა იფიქროთ აი ამ ბაღების მშენებლობაზე და იფიქროთ რასაკვირველია ყოველ შემთხვევაში ოჯახისათვის საჭირო რაოდენობის პროდუქციის მიღებაზე მაინც. მე როგორც უყურებ, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და ამავდროულად უგემრიელესია. ძალიან გემრიელი. ეს არის მართლა ბუნების საოცრება, რომლის ანალოგი ალბათ რა ვიცი, იშვიათი არის ბუნებას რო შეექმნას. აქედან გამომდინარე ასეთ ანალოგებს ხო სჭირდება გაფრთხილება, მოფერება, გამრავლება და იგივე იმის გამო რომ ოჯახებმა შემოსავალი მიიღოს ამ მიზნით ჩვენი ამ ძვირფასი მიწისათვის. რისკ ფაქტორი რა არის? პირველი რისკ ფაქტორი არის საგაზაფხულო წვიმები. წაყინვებიც რასაკვირველია პრობლემას გვიქმნის ჩვენს და საგაზაფხულო წვიმები. ანუ საგაზაფხულო წვიმები იცით რომ ქართში ფაქტიურად არის, იმის ნახე რომ მთლიან წვიმს ხომე, ანუ ეს იწვევს სკვდომას, იწვევს ფაქტიურად მოსავლის პობას, ეს პრობლემები არის და წაყინვები არის მომენტი, როდესაც ბალი ყვავის და ამ მომენტში ტემპერატურა ეცემა შიდა ქართლში, მით უმეტეს სადღაც ყვავილობის პერიოდში და იღუპება მოსავალი. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში ჩვენ არ გქონია. დაძღვევაზე არ გეფიქრიათ? სადაზღვევო კომპანიები უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ შიდა ქართლის დაიწყეს მუშაობა, მათ შორის სხვადასხვა კულტურები, ერთწლიანი კულტურებზეც მათ აქვთ უკვე დაზღვევები გაკეთებული და ალბათ უკვე მეხილეობის სექტორში ჩემოა და ეს აუცილებელი პროცედურა არის. გარდა საგაზაფხულო წაყინვებისა, ჩვენ სხვა პრობლემებიც გვაქვს წვიმებთან ერთად, სეტყვის მომენტები, ხო? გასულ წელს აქ იყო ისეთი სეტყვა, რომ ფაქტიურად ბლობა იყო დამთავრებული, თორე მთელი მოსავალი დაიღუპებოდა და აი ამ პერიოდში იყო დაახლოებით ეს სეტყვა და მთლიანად გაანადგურა ვაშლი, ატამი, ერთწლიანი კულტურები ფაქტიურად ლობიოც კი მოსპო და ლობიოს ნათესები მთლიანად გაანადგურა. ყურძენ შეექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები. ასე თუ ისე, სეტყვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ამ მიმართულებითაც დაზღვევასთან და სადაზღვევო კომპანიებთან ჩვენი ურთიერთობა არის ერთ-ერთი მიმართულება და ერთ-ერთი აუცილებელი სამუშაო. მე როგორც ვფიქრობ, კარგი კრედიტის პირობებში და თუ დაზღვევას გააკეთებ ადამიანი, მე მგონი არა, ეს აუცილებელი ფულს იშოვის შრომელი კაცი. ხო და ერთი რამეა რომ ის ოჯახის კარგად ეყოფება, თვითონაც კარგად იქნება და ასე თუ ისე არ იქნება ამდენი პრობლემები, რაც დღეს სოფლებში არსებობს ფაქტიურად და როდესაც ლაპარაკი არის ამ კრედიტზე, არის ხოლმე ალბათობა იმისა, რომ ადამიანებმა არამიზნობრივად გამოიყენონ. ეს სერიოზული პრობლემაა, ხო? იმიტომ ვფრთხილობენ, ხო, სადაზღვევო კომპანიები ურთიერთობას ადამიანებთან, ბანკები, ხო? და ახლო მომავალში ალბათ ეს მომენტიც დალაგდება.
და უკვე აღარ იქნება ალბათ ამ თანხების გაცემის პრობლემა, თორე მე ვერ წარმოვიდგენ რომ თითოეულ სოფელში მაინც არ იყოს რამოდენიმე ძალიან ენერგიული მშრომელი კაცი. ეხლა დღეს რო ხედავს კაცი 1 კილოგრამზე 2 ლარი მოგება აქვს ბლისა ხო, იმას რო რაღაცები შეუზღუდო კიდევაც ის მაინც გააჩენებს, ბახს ვეღარ გააჩენებს. აი რეალურად ასეთი სიტუაცია არის. ამის გამო არის რომ ბოლო პერიოდში თვითონ ბლის ნერგის რეალიზაცია ძალიან გაიოლდა და კარგად წავიდა და რეალიზაციაში იმას გულისხმობ რომ თვითონ ნერგი 4-5 ლარი ღირდა და აბსოლუტურად თუ ვინმე ბლის ნერგს აწარმოებდა არ იყო პრობლემა და შესანიშნავად გაყიდეს შემოსავალი ასე თუ ისე ქონდათ ოჯახებს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ძალიან ვიხარია რომ ბაზრის პრობლემა უკვე აღარ არსებობს. მომავალ წელსაც უფრო მეტ წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ, წარმატებები ალბათ იქნება.